მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს საუბარი გვექნება აი ამ ავტომობილის დამქოკ საშუალებაზე, გავტესტავთ მას და ვნახავთ რეალურ პირობებში თუ რისი გაკეთება შეუძლია და დაგვეხმარება თუ არა გაჭირვებაში დარჩენის დროს, მაშინ როდესაც დაგვიჯდება მანქანის აკუმულატორი და ვერ შევძლებთ ავტომობილის დაქოქვას. ამ შემთხვევაში გვაქვს Wolfbox-ის ER10 მოდელის დამქოქი, რომელიც არის ასევე კომპრესორით აღჭურვილი. გავხსნათ ახლა ეს ყუთი და ვნახოთ თუ რა არის ამ ყუთში შიგნით გაჩვენებთ ყველაფერს მაქსიმალურად მოკლედ, რომ გადავიდეთ პირდაპირ ეგრევე საქმეზე და დავიწყოთ უკვე საქმეში მისი გატესტვა. მოკლედ როგორც გითხარით, Wolfbox-ის ER10 მოდელის კომპრესორი არის აღჭურვილი ავტომობილის დამქოქით. უпростоრად ავტომობილის დამქოქი არის კომპრესორით აღჭურვილი. მოყვება ინსტრუქცია და თვითონ თავარი ყველაზე რაც არის აი ესე გამოიყურება. დაახლოებით აი ესე ხელში რო დავიჭერ, აი ეს ერთი მტკაველი არის დაახლოებით სიგრძეში, ხოლო აი ეს საკმაოდ ნორმალური ზომისაა, ჩემი აზრით, არც ძალიან დიდია, არც ძალიან პატარა. აქ აქვს შესაერთებელი დამქოქის. აქედან შეგვიძლია დავტენოთ ჩვეულებრივად ტელეფონი შეგვიძლია დავტენოთ USB საშუალებით, ხოლო თვითონ ეს მოწყობილობა შეგვიძლია ჩვეულებრივი Type-C-ის კაბელით დაიტენოს. აქ აქვს კომპრესორის შესაერთებელი. ინსტრუქცია ასევე სწრაფად რომ დაგჭირდეთ მოცემული არის აქ. ვნახოთ უცებ კიდევ რადევს ამ ყუთში. ეს არის თვითონ დამქოქის შესაერთებლები. საკმაოდ ისეთი მასიური ზამბარით არის და რკინით შესრულებული. რაღაც ისეთ იაფიან და უხარისხო შთაბეჭდილებას არ ტოვებს და ახლა თითზე ვერ გაიკეთებთ რა მოკლედ. თითი რომ მოიყოლოთ ძალიან გეტკინებათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ კარგი ზამბარები აქვს, კარგად მოუჭერს, თვითონ კონტაქტი ექნება დაქოქვის დროს. ეს ამ შემთხვევაში ერთდება აი ამ ადგილას. აი აქ დავაერთებთ და უკვე ავტომატურად ხედავთ, რომ ჩაირთო თვითონ აპარატი. ყოველთვის კომპრესორზე არის, ეგრევე დაყენებულია კომპრესორზე, როგორც ხედავთ. დატენვას აჩვენებს თუ რამდენად არის დატენილი, ამ შემთხვევაში ბოლომდე დავტენე. როგორც ხედავთ, აი მანქანის დასაბერად, მანქანის ბორბლების, მოტოციკლეტის, ველოსიპედის, ბურთის დასაბერი უბრალოდ დაყენებულია ავტომატურად, ასევე ესენი შეგვიძლია შევცვალოთ როგორ პესი, კილოპასკალი, კილოგრამი და ბარით. აი თქვა და 1.5 ბარი აწერია, შეგიძლიათ მოუმატოთ ან დაუკლოთ. ყოველ შემთხვევაში კარგია მაინც რომ კომპრესორი აქვს. იმ შემთხვევაში თუ სადღაც დაგჭირდება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ ჩემთვის პირადად ყველაზე მთავარს არგუმენტს წარმოადგენს ავტომობილის დაქოქვა ამ შემთხვევაში. მოყვება აი ესეთ თავები ბურთის დასაბერად, გადამყვანები, ველოსიპედის დასაბერად, თუ რა ვიცი, რასაც ბერავთ, რისი დაბერვაც გჭირდებათ. აი ეს კომპრესორის აი ასეთი მილი მოყვება, რომელიც აი აქ ძალიან სწრაფად შეგვიძლია შევაერთოთ და დასაბერად აი ძველ დასაბერ კომპრესორებს როგორაც ქონდა, ისეთი ის აქვს დასამაგრებელი, საკმაოდ ისეთ ხარისხიანი და კარგი ჩანს, რომ ერთ-ორ გაკეთებაში რომ არ მოინჯღრევა და არ მოისპობა. მოყვება ასევე კაბელი დასატენად, თვითონ ამ აპარატის დასატენად, ან პირიქით თქვენი ტელეფონის ან რაღაც მოწყობილობის დასატენად. ეს შეგვიძლია ახლა მოხსნათ. აი ესეთი ჩანთა მოყვება, რომელშიც ახლა შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩავდოთ და თან გექნებათ ყოველთვის, სადაც არ უნდა დაგჭირდეთ, მაგალითად მანქანაში შეგიძლიათ ჩადოთ
და მორჩა აღარ გექნებათ საძებარი ეს თვითონ აბელი სად არის ან ხუთით რო არიდოს ან ცალკე თვითონ ეს აპარატი ყველაფერი აი ესე კოხტა შეგიძლიათ აქ მოათავსოთ ეს შეგვიძლია აი ასე გავხუროთ და მორჩა იმედიანად ხართ სადაც არ უნდა იყოს ტყეში იქნებით ათევზაოთ თუ რა ვიცი უბრალოდ ქალაქში ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა იყოს რომ დაგიჯდეთ აკუმულატორი იმედიანად იქნებით რომ შეძლებთ თქვენი ავტომობილის დაქოქვას ასევე გააჩნია შუქის ფუნქცია ფანარი აქვს ფანარი საკმაოდ ისეთი მძლავრი ჩანს და გაჩვენებთ ახლა თუ რა ფუნქციები გააჩნია კიდევ თვითონ ამ ფანარს შუქისას ანათებს აი ესეთი LED განათებით აქვს ესეთი ფუნქციაც და აქვს SOS-ის გამოსაძახებელი მოკლედ მეგობრებო კიდევ რაც არის ამაზე ძალიან ისა მთავარი რაც უნდა იცოდეთ ეგრევე უცებ დაერთების შემთხვევაში იძლევა 300 ამპერამდე როგორც 300 ამპერიანი აკუმულატორი გქონდეს დაახლოებით ისეთი ენერგია უნდა მოგცეს როგორც მწარმოებელი ამბობს ყოველ შემთხვევაში ხოლო მაქსიმალურად როდესაც ბუსტს დავაჭერთ და მაქსიმალური ძალა გვჭირდება შეუძლია 2000 ამპერამდე მოგცეს დენი ეს არის თვითონ 10000 მილიამპერიანი ამ ფირმას აქვს Wolfbox ასევე უფრო მძლავრებიც და თქვა და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო მძლავრით შეიძინოთ ამ შემთხვევაში გვაქვს ეს მოდელი 10ER 2000 ამპერით მოდით ახლა გადავიდეთ კონკრეტულად საქმეზე და ვნახოთ თუ რის გაკეთება შეუძლია ამ მოწყობილობას წარმოებელი გვეუბნება რომ 20-დან 30 დაქოქვამდე უნდა შეძლოს. ანუ წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი 20-დან 30-მდე მანქანის დაქოქვა არ არის იოლი ამბავი, მე თუ მკითხავთ რა თქმა უნდა გააჩნია რა ძრავის ავტომობილზეა ლაპარაკი, რა კუბატურის 1-დან 0-ს რო დაქოქავ, იმდენჯერ რა თქმა უნდა 5-დან 0-ს ვერ დაქოქავ და დიზელის ძრავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდით კონკრეტულად ახლა უცებ ერთი საინტერესო რაც იქნება ჩავაქროთ შუქი აქ გარაჟში, ჩავაბნელოთ ყველაფერი და ვნახოთ ფანარი როგორ ანათებს. შემდეგ კი გადავიდეთ უკვე დაქოქვაზე და შევეცადოთ ავტომობილის დაქოქვას. აი ნახეთ ახლა ჩავაბნელე გარაჟი, სიბნელეა და ჩავრთავ ამ ფანარს. ძალიან კარგად გვინათებს ყველაფერს, ეს სადღაც რო იყოთ კემპინგზე ან რა ვიცი პიკნიკზე, ნებისმიერ ადგილას კარავი გქონდეთ გაშლილი და შეგნით რომ დატოვოთ ეს ფანარი მაქსიმალურად რა ვიცი გაგვინათებს ყველაფერს და როგორც მწარმოებელი გვეუბნება დაახლოებით 10 საათის შემდეგ ავტომატურად თვითონ გაითიშება თუ ჩვენ არ გავთიშეთ და ეს იმას არ ნიშნავს რომ 10 საათში დაჯდება, არამედ 10 საათის შემდეგ უბრალოდ გაითიშება, რომ ბოლომდე არ დაგვიждდეს. ეს ნიშნავს თუ დაგვავიწყდა იმ შემთხვევაში. მოდით ახლა საქმეზე გადავიდეთ, შევეშვათ ფანარს, ეს ფანრისთვის არ არის გაკეთებული და ფანრისთვის არ ვყიდულობთ ამ მოწყობილობას. გადავიდეთ კონკრეტულად საქმეზე. მოკლედ მეგობრებო, როგორია ახლა ამის მუშაობის პრინციპი დაქოქვის დროს. როგორც ხედავთ, აქ აწერია reverse, აქ აწერია correct. Correct ანუ სწორად შეერთებული, reverse იქნება იმ შემთხვევაში თუ მინუს და პლუს შევაერთებთ არასწორად. ანუ თუ შეგვეშლება ვერ დავინახავთ ან რაღაცა და პირიქით შევაერთებთ, აინთება reverse წითელი ნატურა და გვაჩვენებს რომ ამ შემთხვევაში ვერ შევძლებთ ავტომობილის დაქოქვას, უნდა შევაერთოთ სწორად. იმ შემთხვევაში თუ შევაერთებთ ახლა სწორად აინთო მწვანე. როგორც ხედავთ, ანთია მწვანე შუქს და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, შეგვიძლია გადავინაცვლოთ მანქანასთან და დავქოქოთ. თუ ჩვენი ავტომობილის აკუმულატორი არის 12 ვოლტზე ქვემოთ, დაცემული აქვს ძაბვა, აღარა აქვს უკვე ძალა იმისა, რომ დაქოქოს ავტომობილი, მაშინ დაიწყებს ციმციმს. ამ შემთხვევაში მწვანეზე და წითელზე იციმციმებს, იქეთ-აქეთ მწვანე წითელი და ცოტა ხანში აინთება მწვანე.
მას შემდეგ რაც აინთება მწვანე, გადავდივართ ავტომობილში და ვცდილობთ მის დაქოქვას. იმ შემთხვევაში თუ საერთოდ ჩაშლილია და გადასაგდები არის აკუმულატორი, ანუ მკვდარია, აღარ შეუძლია მანქანის დაქოქვა არც ერთ შემთხვევაში და განადგურებულია, მაშინ აინთება წითელი შუქი და დაიწყეს ციმციმს. ამ შემთხვევაში უნდა დავაჭიროთ ბუსტის ღილაკს, ბუსტს როგორც დავაჭერთ, აინთება მწვანე და თვითონ დანადგარი იქნება მაქსიმალურ მზადყოფნაში იმისათვის, რომ დაქოქოს ავტომობილი. ეხლა როგორც ხედავთ, მწვანეს ანთია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აკუმულატორი კარგია. ეხლა გავაკეთებთ ისე, რომ ან ჩავხსნათ საერთოდ ეს, ან რაღაც ცუდი აკუმულატორი მაქვს აქ ძველი და ეს დავუერთოთ და შევხედოთ რამდენჯერ შევძლებთ ავტომობილის დაქოქვას, ძალიან მაინტერესებს. მოდით მეგობრებო, გავაკეთოთ ასე, შევუქნათ მაქსიმალურად რთული პირობები. საერთოდ მოვხსენი აკუმულატორის კლემები, გავუერთოთ პირდაპირ აკუმულატორის გარეშე, ანუ საერთოდ აღარა გვაქვს აკუმულატორი და ვართ მთლიანად და ამის იმედზე. ვნახოთ, შეძლებთ თუ არა რამეს ამ შემთხვევაში, აქ ხედავთ რომ არაფერს არ ანთია, ანუ ვერ გძნობს ძაბვა, ვერ იგძნობს საერთოდ ოდნავიც. ამიტომ დავაჭიროთ ბუსტს. აი ახლა კაცონის თმა გავიგეთ, მწვანე დაინთო და ვნახოთ შესაძლებელი არის თუ არა საერთოდ ასე მანქანის დაქოქვა ამ შემთხვევაში. დაგვიქოქავს თუ არა საერთოდ. საერთოდ უპრობლემოდ. ნული პრობლემა. თითქოს აკუმულატორი იყოს შიგნით შეერთებული, ისე დაიქოქა. ნახეთ. ძალიან მაგარია. მოდით ჩავაქროთ. ვნახოთ აქ ანთია თუ არა. არა. ბუსტს არ ანთია. ერთით დაიკლო, როგორც ხედავთ, ერთით დაიკლო აქა. დავაჭერ მეორეჯერ. ეს არის ძალიან რთული დასაქოქი, მეგობრებო, რადგანაც არანაირი ბაზაც არ აქვს თავიდან დასაწყები, რომ დაქოქოს. მეორე დაქოქვა ჩავაქროთ. ჯერ ანთია ისევ, ჩაქრა ეხლა. დავაჭიროთ ისევ. მოდით ისევ ვცადოთ. მესამე დაქოქვა. მოდით წინ და უკან რო არ ვირბინო. ჩავაქროთ. სამჯერ დაქოქა მეგობრებო. კიდევ დავაჭერ ეხლა. მეოთხე დაქოქვა. მეხუთედ დავქოქეთ. დავაჭიროთ კიდევ ერთხელ. შვიდი დაქოქვა, საერთოდ უპრობლემოდ. შვიდი დაქოქვა გვაქვს ჯერჯერობით. დავაჭიროთ ისევ ბუსტს, რომ მოვიდეს აზერზე.
10-ჯერ დავქოქეთ მეგობრებო. 10-ჯერ დავქოქეთ მანქანა და კიდევ გვაქვს ორი ზოლი ელემენტზე. ეხლა შეგვიძლია უკვე შევეშოთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ აზრი არა აქვს წვალებას, არც მანქანისას და არც დანადგარისას, რადგანაც აკუმულატორის გარეშე ყოველგვარი რაღაცა ბაზა, რითიც უნდა დაიწყოს დაქოქვა, ამის გარეშე 10-ჯერ დავქოქეთ მანქანა. ვისაც აინტერესებს კუბატურა, გასაგებია როგორც თავიდანვე ვთქვი ისე, დიდი ძრავიან, დიდ კუბატურიან ძრავს ბევრად უფრო ბევრი მეტი ძალა ჭირდება და სატრიალებლად, დიზელის ძრავს ბევრად უფრო მეტი ძალა ჭირდება დასაქოქად ვიდრე ბენზინისას. ამ შემთხვევაში ეს 1.6 მოცულობის არის, მაგრამ როგორც ხედავთ, სრულიად აკუმულატორის გარეშე 10-ჯერ დავქოქეთ, ორი ზოლი მოაკლდა. დარწმუნებული ვარ, ეხლა კიდევ რომ გავაგრძელოთ, კიდევ 10-ჯერ დაქოქავს კიდევ ის ორი ზოლი და ეს ეხლა უბრალოდ ვაწვალებთ და ვტესტავთ, თორე სადღაც დარჩენილი რო ხარ გზაში. არ დაიწყებ ხო ასე 10-ჯერ და 20-ჯერ დაქოქვას, ერთხელ დაქოქე და საკმარისია. მოდით ეხლა რაც შერჩა ძალა, ხო კიდევ რისი დამატებაც მინდოდა, ეს ყველაფერი რაც ცადეთ, 10 წამიც არ ქონდა, ალბათ შვალედები, დაახლოებით 5 წამიანი შვალედები ქონდა, როდესაც ამხელა ძალას უცებ მოიხმარს ავტომობილი და დაქოქავს, რაღაცა პერიოდის შემდეგ უფრო აღიდგენს, ხო, სიტყვაზე ვიძახი ენერგიას, რამოდენიმე წუთის შემდეგ, ვიდრე წამების შემდეგ. ამიტომ ძალიან მაგარი იყო ეს, ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ ეს ტესტი ჩაბარებული აქვს. მოდით ეხლა დავუშვებ მე ბორბალს და ვცადოთ კომპრესორი რამდენ ხანში დაბერავს და საერთოდ დაბერავს თუ არა გზაში რომ დავრჩეთ, უნდა გქონდეს თუ არა ამის იმედი. აი, ეხლა არის 2 და 3-ზე დაახლოებით. მოდით დავუშვათ ისე რომ შესამჩნევლად კარგად დაშვებული იყოს. 2-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. ერთ ნახევარი გვაქვს, ეხლა ერთ ნახევარი ბარი. ეს დაველოდოთ ცოტა ხანი. რა თქმა უნდა, ოდნავ დამატება უფრო იოლი იქნება, ვიდრე ბოლომდე დაშვება დასაბერად. ეხლა ერთ ბარზე ქვემოთ ჩამოვიდა უკვე. ისე რომ იყოს, რომ დაახლოებით თვალით რომ შევამჩნიოთ, რაღაც აგვეშვა, რაღაც შეერჭო ბორბალს, რაღაც ამდაგვარი. აი უკვე შესამჩნევლად არის დაშვებული 0.5-ზე არის. აი მოდით 0.5-ზე დავტოვოთ, რომ ვიცოდეთ სად იყო. აი იტყობა ეხლა როგორ არის დაშვებული, 0.5 ბარზეა, რაღაცა შეერჭო და დაგვეშვა. მოდით ეხლა შევუერთებ და ვნახოთ რამდენ ხანში დაბერავს. შევუერთეთ, დავაყენოთ მოდით ბარზე. როგორ გადადიოდა, აი ასე ბარზე 1.5 გვაჩვენებს, მოდით. არ გვინდა 1.5. მოდით 2 ნახევარზე იყოს 0.5 ხოა, 2 ბარს რამდენ ხანში დაამატებს, ან შეძლებს თუ არა საერთოდ. 2.6 ავიდა როგორც ხედავთ 2.5 ბარზე 0.5 იყო რო დავუშვი და დაჭირდა 5 წუთი. უნდა ვაღიაროთ რომ დიდი ხანი დაჭირდა, მაგრამ დაბერილი არის, გვინდოდა 2 ნახევარზე, არის 2 ნახევარზე და ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ეს არ არის იმისთვის შექმნილი რომ კომპრესორის ფუნქცია კონდეს მხოლოდ და მაქსიმალურად კარგად შეასრულოს ის. არამედ ეს არის ჩემთვის პირადად მაგალითად
დამქოქი ავტომობილის პირველ რიგში, რაც უნდა შემისრულოს და ეს თან რომ აქვს ასეთი რაღაცა თუ სადღაც დავრჩით და ასეთი რაღაც შეგვემთხვა, შეგვიძლია დავქოქოთ. ყველაზე დიდი პლუსი მე რასაც ვფიქრობ, რაც არის 10 დაქოქვის შემდეგ ქონდა 2 ხაზზე იყო ელემენტი, მას შემდეგ 5 წუთი იმუშავა კომპრესორმა დაბერა ბორბალი 0.5 ბარიდან 2.5 ბარამდე, ანუ 5 წუთი მოანდომა 2 ბარს, ასე რომ ვთქვათ, და ელემენტის მაჩვენებელმა არ დაიკლო და ისევ იგივეზეა, ანუ ამით რისი თქმა გვინდა, რომ აკუმულატორი აქვს ძალიან კარგი შიგნით რაცაა და რითიც ჯდება, ასე რომ ვთქვათ, არის მანქანის დაქოქვა. ეს ძალიან დიდი პლუსია ჩემის აზრით. მოკლედ, მეგობრებო, მინდა რომ შევაჯამოთ დღეს დღევანდელი ჩვენი ტესტი ამ ავტომობილის დამქოქთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ჩააბარა თავისი გამოცდა 10ჯერ ავტომობილის დაქოქვის შემდეგ კიდევ შეძლო და დაბერა დაშვებული ბორბალი და კიდევ აქვს 2 ხაზი ელემენტის, როგორც ხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შეძლებს ეს ალბათ 10ჯერ მანქანის დაქოქვას უპრობლემოდ, უბრალოდ აზრი არ აქვს ფიზიკურად ახლა ამის ცდას, რომ კიდევ დავაქოქიოთ რამოდენიმეჯერ, სანამ არ მოკვდება. ამისთვის ჩემი აზრით მანქანაც ცოდვა არის და თვითონ ესეც, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თავისი ტესტი ჩააბარა 5-ზე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ვისაც გსურთ ამ მოდელის ამ მარკის დამქოქის, ამ Wolfbox-ის AR10-ის შეძენა, კომენტარებში იქნება პირველ კომენტარში და აღწერაში იქნება ლინკი Amazon-ის, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სურვილის შემთხვევაში. ასევე მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ავტომობილის ამბავში, არამედ სადღაც რო ვართ, როგორც თქვი, ბუნებაში თუ ისეთ ადგილას, სადაც დენი არ არის ხელმისაწვდომი, როგორც powerbank-ი, ისე შეგვიძლია გამოვიყენოთ და როგორც ხედავთ, ამდენი მანქანის დაქოქვის შემდეგ რამდენ ტელეფონს დაგვიტენის ეს ლეპტოპს, ტაბლეტს და რა ვიცი, სხვა მოწყობილობას, ალბათ რა ვიცი. ამაზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო. მე კი მეგობრებო დღეს ამით დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ.